მოგესალმებით ყველას, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პედიატრი ძმების YouTube არხზე. მე ვარ დავითი. მე ვარ კოტე და დღეს ვისაუბრებთ ისეთ თემაზე, როგორიც არის ცოფი. ეს ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა და დღეს აგიხსნით ცოფის ექსპოზიციის შემდგომ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა არის სწორი ნაბიჯები. მოდი დავით ახლა ვისაუბროთ ცოფის პათოფიზიოლოგიაზე, ანუ როგორ ვითარდება ცოფი. კბენის შემდგომ ცოფის ვირუსი მოკლე ხანს მრავლდება კუნჩი, შემდგომ კი პერიფერიულ ნერვებს იტაცებს და მილიმეტრობით მიიწევს აქსონების საშუალებით ზურგის ტვინის და თავის ტვინისკენ. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოხვედრისთანავე იგი იწყებს უკვე ანთებით პროცესს, რასაც ჩვენ ენცეფალიტს ვეძახით, და ამის შემდგომ უკვე ვითარდება ის აგრესიული გამოვლინება, მაგალითად არაპროვოცირებული თავდასხმა ცხოველის შემდგომ, ან შეიძლება დადაბლავებაც მოყვეს ამ ყველაფერს. შემდგომ ვირუსი ავტონომური ნერვების დახმარებით ჩამოდის სამნერწყვე ჯირკვლებში, რომ კბენით გავრცელდეს. ნეირონთა დაზიანება შეუქცევადია და სიკვდილი როგორც წესი კარდიორესპირატორული უკმარისობით დგება. ძაღლებსა და კატებში უსიმპტომო გადადების პერიოდი პლუს კლინიკური ფაზა არასდროს აღემატება 10 დღეს. თუ ცხოველი სრულად ჯანმრთელია ამ 10 დღიანი დაკვირვების ბოლოს, კბენისას გადამდები ვერ იქნებოდა. ცოფი თითქმის 100%-იანი სიკვდილობით ხასიათდება და შესაბამისად სიმპტომების დაწყების შემდგომ ეფექტური მკურნალობა ჯერჯერობით არ გვაქვს გამოგონებული. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ სწრაფი ჭრილობის შეფასებითა და პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკით ცოფი თითქმის 100%-ით შეგვიძლია ავიცილოთ თავი. პასტერმა ეს პირველად 1885-ში დაამტკიცა და ეს მიგნება დღესაც გვეხმარება ცოფის პრევენციაში. სახლის პირობებში პირველ რიგში სწრაფად უნდა დავიბანოთ ნაკბენი ან ნაკაწრი 15 წუთის განმავლობაში, ძლიერი ნაკადის გამდინარე წყლით და საპნით. ეს ვირუსულ ტვირთს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამის შემდეგ სახში თუ გააქვთ ანტისეპტიკი, მაგალითად პროვიდონი, იოდინი ან ბეტადინი, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ ჭრილობის დასამუშავებლად, თუმცა ჭრილობა არ დახუროთ და მიდით ექიმთან, რომ მან შეძლოს ჭრილობის ზუსტად შეფასება. ამის შემდგომ უნდა გადავწყვიტოთ, საჭიროა თუ არა პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა. ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ 4 შეკითხვა. პირველი არის, რა სახეობა მოკვინა ბავშვს. და ცხოველები უნდა დავყოთ 3 ზონა. წითელი ზონა არის მაღალი რისკის ზონა, რომელშიც შედის ღამურები, ენოტები, სკუნსები, მელიები, აგრეთვე შეიძლება შედიოდეს მაწანწალა, ძაღლი ან კატა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ცოფი არის გავრცელებული. ეს ცხოველები არიან დადასტურებული რეზერვუარები და მაგალითად ამერიკაში 9-დან 10 შემთხვევა მოდის ღამურებზე, ოღონდ სხვა ქვეყნებში შეიძლება სხვა სტატისტიკური მონაცემები იყოს. თუ ცხოველი ვერ იქნა დაჭერილი ან ცოფის ტესტი არ იყო უარყოფითი, ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება პროფილაქტიკის დაწყებას. ყვითელი ზონა, ანუ საშუალო რისკი, საქონელს, წავს, თავს და ეგზოტიკურ შინაურ ცხოველებს იშვიათად გადააქვთ ცოფი, თუმცა არსებობს დოკუმენტირებული შემთხვევები. ამ დროს უნდა შევეხმიანოთ ადგილობრივ ჯანდაცვას და თუ ხერხდება ამ ცხოველზე დაკვირვება და ტესტირება, შეგვიძლია დაველოდოთ რამოდენიმე დღე და გადაწყვეტილება მივიღოთ ამის შესაბამისად. თუ ვერ ხერხდება დაკვირვება, მაშინ ვიხრებით პროფილაქტიკის დაწყებისკენ. ეხლა მოდი დავით დაბალი რისკის ცხოველებსაც შევეხოთ, რომელსაც მწვანე ზონასაც ვეძახით ჩვენ, ის მოიცავს ციყვებს, ვირთხებს, თაგვებს, კურდღლებს, ზღვის გოჭებს. მათ მიერ გადადებული ცოფი ადამიანზე ჯერ არ დადასტურებულა, ითვლება, რომ ცოფიანი ცხოველის მიერ მათზე თავდასხმა თავდება სიკვდილით და ამის გამო არიან მწვანე ზონაში. შესაბამისად, მათი კბენა იშვიათად მოითხოვს პროფილაქტიკის დაწყებას, გარდა უცხო შემთხვევისა, როდესაც ამ ცხოველს თავს დაესხა სხვა ცხოველი და ის გადარჩა, ან მისი ქცევა არის უცნაური და შესაბამისად ეჭვი გვაქვს ცოფზე. მეორე მნიშვნელოვანი კითხვა, სად მოხდა შემთხვევა? ძაღლის ცოფი ჭარბობს აზიაში და აფრიკაში, ღამურების ამერიკის კონტინენტზე. მესამე კითხვა, რაც უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, რა კონტაქტი იყო და სად არის ნაკბენი? ჩვენ გვაინტერესებს ნერწყვი მოხდა თუ არა ნაკბენით, ან ნაკაწრის გავლით, ან უშუალო შეხება თუ ხო არ ქონდა ნერწყვს ლორწოვან გარსზე, როგორც არის მაგალითად თვალები, პირის ხრუ და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, სხვა ბიოლოგიური სითხეებითაც შეიძლება მოხდეს გავრცელება, მაგრამ ეს როგორც წესი არ არის ესე ხშირი. ასევე მნიშვნელოვანია ნაკბენის ლოკაცია, სახე, კისერი, ხელი ტვინამდე ახლოს არის და შესაბამისად სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია პროვოცირებული იყო ნაკბენი თუ არა.
შინაური ცხოველი, რომელიც იკბინება დაბიჯების შემდგომ ნორმალურ დაცვის ქცევას ავლენს, ხოლო შინაური ან გარეული ცხოველები, რომლებიც მიზეზის გარეშე ესხმიან თავს ადამიანს ან ღამის ცხოველი დილით ჩნდება, ეს უკვე არის განგაშის ნიშნები. არაპროვოცირებული თავდასხმა პროფილაქტიკის დაწყების სასარგებლო არგუმენტად შეიძლება ჩაითვალოს. მეოთხე შეკითხვა, რაც გვაინტერესებს, შეიძლება თუ არა ცხოველზე დაკვირვება ან ტესტირება. ჯანმრთელ ძაღლს და კატას მაგალითად 10-დღიანი კარანტინი უნდა დაუწესოთ, თუ მთელი ეს პერიოდი კარგათაა, ჯანმრთელად და ცოცხალი იქნება მათი დღის ბოლოს, ჩაითვლება, რომ ის გადამდები არ ყოფილა ყბენის პერიოდში. პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა მოიცავს ვაქცინაციის სერიას და ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინსაც, თუ ვაქცინაცია აქამდე არ არის ჩატარებული. დასაწყისში კეთდება ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი, შეყავთ ჭრილობასთან ახლოს, ხოლო შემდეგ ვაქცინა დელტისებურ კუნთში. ბუსტერი დოზები კეთდება მე-3, მე-7 და მე-14 დღეს. სრულად ვაქცინირებული პაციენტის შემთხვევაში კი რა ხდება? მაშინ მხოლოდ 2 ბუსტერია საჭირო, პირველ დღეს და მე-3 დღეს. მოდი დავით, შევეხოთ სპეციალურ შემთხვევებსაც, მაგალითად, თუ ოთახში იყო ღამურა, გაურკვეველი ნაკაწრი აქვს ბაურს, ან ორგანოთა ტრანსპლანტაცია არის გაკეთებული, მოგზაურობა ცოფის ენდემურ ქვეყნებში, სჯობს ამ დროს პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა ჩატარდეს და დაუკავშირდეთ სპეციალისტს. კი, და ეს პროფილაქტიკა დაიმახსოვრეთ, რომ ეფექტურია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცოფთან ექსპოზიცია რამოდენიმე კვირის წინ მოხდა. და მოდი დავით ბოლოს შევახსენოთ მშობლებს, რომ ცოფის პროფილაქტიკა არის მნიშვნელოვანი, ის თავიდან გვარიდებს სიკვდილს და დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ თუ გაინტერესებთ რაიმე საკითხი, ან ამ საკითხზე თუ გაქვთ გარკვეული შეკითხვები. დაგვიწერეთ კომენტარებში თუ რაიმე საკითხზე გაინტერესებთ ვიდეო, მოიწონეთ ჩვენი გვერდი, გააზიარეთ ის თუ მოგეწონათ. კარგად.